გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ყველას სიხარული და ბედნიერება. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ლუიზიანაში, ამ ცნობილ ხიდზე, რომელიც ჭაობებშია გადაფენილი. ამ პოლიტიკური და ასეთი იმეების შემდეგ, მოდი ისევ გავაგზავნოთ ჩვენებურად, ხო? შემეცნებითი ტურები და აი ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ხიდია, ვეტერანთა ხიდს ეძახიან, ეს არის ლუიზიანაში. ჩვენ აქ ხშირად გავით განსაკუთრებით ზაფხულში, ტენიანობისგან, აი ისეთი ტენიანობაა ხოლმე, რომ აი ეს წურავს რა, ეს რა ქვია, სინესტე მოდის და ფანჯრებად გამოდის აქედან. და შეუძლებელია ხოლმე ზოგჯერ ფანჯრის გაღება, მაგრამ ეხლა უკვე ჩვენ ზამთარში ვართ. ძალიან მაგარი ამინდია, ფაქტიურად ამდენი გრადუსია, 23 გრადუსია და რო იცი რომ იქითკენ ჩრდილოეთში თოვლები და ყინვა, აქ რო დადიხარ ნებივრო. თან შუა ჭაობში გადიხარ რა, ხო იცით თქვენ ლუიზიანა მაინც ნახევრად ჭაობიანი შტატია და იქიდან გამომდინარე რომ ნავთობის დიდი მოპოვება აწარმოებს, აქ აწარმოებენ დიდ ნავთობს და უფრო ეკოლოგიურად ტრაგიკული სიტუაცია შეიქმნა. ეს ნავთობები ჭაბუღილებით რო ამოქონდათ ხოლმე ეს რა ქვია ნავთობი, მერე ის ხრელის და იმეების სახით დარჩა და მერე აერია მთელი აიზილა რა, რო იტყვიან და ეკოლოგიური პრობლემატური შტატია. და აი ეს ხიდიც აი ამ ჭაობებში გავდივართ, ერთ-ერთი ტექნიკურად ინჟინერულად ძალიან ისეთი რთული ხიდია, ძლდება რაღაც 20 მილამდე გრძელდება და აი ესე ჭაობებში ვიდიხარ, ნახე წყალი რა დღეშია, ეს არის ნავთობისგან გაჭუჭყიანებული კანალები და წყალი, ასე რომ ვთქვათ. და აი ეს ყველაფერი მცენარეულობა სულ დგას წყალში ჭაობში. და იქ ალიგატორებით არის მთელი სავსე, ალიგატორებით, ურიელებით, გველებით და ასე შემდეგ. დღეს ერთი უნდა მოვიდე და დიდი ფოტოები უნდა შევიძინო. აი მონადირეებს რო აღდა. საინტერესო კი იქნება რა, ამ წყალში სიარული. მონადირეებს აქვს. აი ნახეთ როგორ არის. აქედან ხომ მიდის ეს გზა, იქიდანაც მოდით ამ შუაში. წყალია სულ. და არა მარტო შუა, არამედ საერთოდ გარშემო სულ ჭაობია. ეს თავისთავად ეს სცენარეებიც შეთვისებულია ამ ჭაობიან გარემოს და იზრდება. ეხლა არ ვიცი რა ჯიშის ხეებია, მაგრამ ეხლა მეც ბევრს არ ვილაპარაკებ, უკვე თქვენ თვითონ შეხედეთ ჩემო მეგობრებო, თქვენ რა აზრები მოგივათ. ეს არის ბატონ რაუჯ, ესე იგი ნიუ-ორლიანის უახლოვდება ეს ნიუ-ორლიანის შორს არის. და სამწუხაროდ 2 დღის წინ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა. გახსოვთ, ჩვენ რო ვიყავით ნიუ-ორლიანში და ჯაზის ფესტივალს რო უსმენდით, რა ქვია, მუსიკათა დრო რო გავატარეთ, ვიღაცა ტიპი შევარდა და იქ მანქანით დაიწყო მოძრაობა და მგონი 25 ადამიანებზე გარდაცვლილია. ეს სამწუხაროდ აი ესეთი მithumetes მე ნიუ-ორლიანი ძალიან მაგრამ იყოს ესეთი საზეიმო შტატია და ესეთი ცუდი ამბავი მოხდა. ფაქტიურად მეორე დღეა მოხდა ეს. ასეთი რაღაცებიც ხდება. იქიდან რა ხდება? საწოლი ამ ხიდს რა, ვიღაცი სახელი გავიარე და ამოიწყდა რა ქვია ამ ხიდს თუ იმიჯებზე გაყვანილი გზას.
დღეები ძალიან ვისიამოვნე ფაქტურად 4 თუ 5 დღე ამ ინდებში დავდივარ 20 და ეხლა ავდგები და მარცხნივ გადავუხევდეთ უკვე წავალ შილოიტში, უკვე დეტროიტის ხარეს, სადაც უკვე სიცივეა და ძალიან არ სიამოვნეს მაგაზე რო ვფიქრობ, მაგრამ რას მე არ ვიცი ახლა ხშირად მეკითხებიან აი რომელი შტატი მოგწონს ყველაზე მაგრა და აი არ ვიცი ლუიზიანა კი ტენიანო და ის არის მაგრამ აი ხალხია ძალიან უნიკალური და მე მაგალითად მაინც კი მართალია ზაფხულში ცხელა და ტენიანობა მაგრამ თავისი ეგზოტიკური შტატია სხვა შტატებს შორის და ძალიან მაგრა მოგწონს ეს შტატი ლუიზიანა თავი ჯაზის ბლუზით და ხოთვის აი ასეთ აი სულ დადებითად ვიმუხტები აქ რომ მოვდივარ ხოლმე ის მე პაილოჩა აი გარეს რა მაინც ეკოლოგიური ვანახდა რას გავს ახლა წყალი ეს არის სულ ავტობუსგან გაჭუჭყიანებულია ეს მთელი დინარე და კანალი ზაფხულში უფრო ლამაზია მაგრამ ზაფხულში ისე ვერ დაინახავ გამწვანებულია და აქ ასეთ ისე უფრო ფრუქტები სადრახტება და როგორ ისინი თვალეთო თქვენ თვითონ ზიხარ და თქვენ თვითონ ათვალიერეთ და უკვე თქვენ ფიქრებიდან გამომდინარე თქვენ ფიქრებთან გტოვებთ რა ასე რომ ვიტყვიან ყოველგვარი ჩემი კომენტარების გარეშე სიცივე არ არის ფაქტურად 23 გრადუსია, მაგრამ რა თქმა უნდა აი ზამთრის ის რო გახრო, ვფიქრო აი რო იცი რომ ზამთარში არ გონია რომ სიცივეა რა, ამ დროს სიცივე როგორ არის 21 გრადუსია რა. უბრალოდ იმას რო ვადარებ, რომ ზაფხულში რა აი აუთან ეს ცხელო ახონ 25-40 გრადუსი თან ტენიანობა, რა თქმა უნდა ის გამახსენდა და ჩავთვლი რომ ზამთარია, მაგრამ ზამთარი რა როგორი ზამთარია ნახე. დაკაშკაშებული მზე, სითბო და ასე შემდეგ. ვიდეოს დავარქვათ უბრალოდ გადავიაროთ ერთ-ერთი ყველაზე ძელი ხიმინჯებიანი ხიდი შტატი ლუიზიანა
გაუღებიან ადგილებს და რა კომფორტუდან ვაკვირდებით ხო და აი ყოველთვის აი იმას ვერ მალავ რა აი ვით პირველად მოვიდნენ აქ და ვით დაიწყეს ათვისება ნუ სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში ხო ევროპიდან ხო მოდიოდნენ ძირითადად აი ფრანგები და აი ამ ადგილებს რო ითვისებდნენ რა ან რა პირობებში ან როგორ რანაირად ამხელა ის უნდა ქონოდა ადამიანს რომ ან ამდენი ადამიანი მოდიოდა და ამებს რო აშენებდა და აკეთებდა мотивация, ხალისი, სიხარული, რა ვიცი, აი. ხო, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ როგორ არის, ხო, ადამიანი შრომო და მე იღლები ამ შრომისაგან, ხო და თუ გიფასდება, ხო გიხარია და თუ არა და ეხლა დარწმუნებული ვარ, ვინც აქ მუშაობდა და ამ ხიდს აკეთებდა, ყველას უხაროდა ამ მუშაობა. ან დიდ თანხას იღებდა, ან რა შემოსავალი ჰქონდათ იმისთანა, რომ ახლა ისეთ თემაზე ლაპარაკობ, ჩვენ ფაქტობრივად კაცობრიობა რაც მუშაობს და მუშაობს, ნუ მასე თუ მიუდექით მელა მუშაობას რაღაცა აზრი უნდა გქონდეს და ალბათ ვიღაცას უფასდება, ვიღაცას არ უფასდება. შეიძლება ვინც პატრონი იყო და ვინც სათავეში იდგა, ის კი უყურებდა იმ შემოსავალს და რაღაც გეგმები ჰქონდა, მაგრამ აი ეს უბრალო ხალხი, ვისაც რა ქვია იჩაბი ქონდა და იმით მუშაობდა, ჩვეულებრივი მუშაობა, შავ სამუშაოს რო ეძახით, აი იმათი ფიქრები, იმათი გრძნობები, მე აქ რო მუშაობ, ყოღოებია, რაღაც წერებია, 1000 ავანტყოფობები, მალარია, რაღაც ჭაობის ავანტყოფობები და მაგრამ საერთოდ დიდ პროგრამაში როგორ არის ხოლმე, დიდი პროგრამა რო კეთდება, უბრალო ადამიანზე ვიფიქროს, არავითარს არ ფიქრობს, მაგრამ მაინც საქმე კეთდება. და იმ საქმის უკან რამდენი ადამიანი და რამდენი ადამიანის ბედისწერა და ცხოვრება თავდება თუ იწყება თუ არავის რო არ აინტერესებს იმ უბრალო ადამიანების ბედი ხო? რაღაცი გარკვეულ მონაკვეთში თქვა ეს 5 წელი, 6 წელი თუ რა ვიცი, ამდენი წელი აქ მუშაობდნენ. აკეთდება და მე წავიდა და შეა დამთავრდა. ეს გარდაიცვლება ის ადამიანი და ვისახსოვს. ესე ცხოვრების რეალობაა, სხვანაირად არ გამოდის. ეხლა ვისახსოვს, ეხლა ვინ ააშენა პირამიდა, ხო წარმოგიდგენთ? ვინ ააშენა საოცრებები, მაგრამ შენობები რჩება, ადამიანები მიდიან. აი ასეთი ფიქრები მომივიდა რა. სევდიანი, მაგრამ რეალური. ეხლა ვინც ჩინეთის კედელი ააშენა, წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი შეეწირა მაგათ შენებლობას. ჩინეთის კედელზე ლაპარაკობ, რა თქმა უნდა გონია, რომ შორს არის ესა და ადრე იყო თქვა. ეხლა უყურებ ამ რეალობას უკვე ფაქტურად რა იყო ეს 100 წელი, 150 თქვა, 50 რა ვიცი რაც არის. აი დავამთავრეთ ეს ჩვენი ხიდი და გადმოვედით შედარებით ასე თქვათ რაჭაობიან ადგილზე. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ამ ჩვენ ვიდეოს დავარქვათ უბრალოდ გადავიაროთ ლუიზიანას ხიმიჯებიან ხიდზე. ზოგი ასეთი ვიდეოებიც გვჭირდება არამედ. კარგით, აბა მომავალ საინტერესო ვიდეოებმა მომდეთ.